მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას გამოკითხვა მე თამუნა კვარაცხელია ვარ. გადაცემის მსვლელობის დროს თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 249-460. მთავარი თემაა თქვენი ინფორმაციით ეკცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია ჰქონდა ადამიანის უფლებათა ცენტრს. ამ ორგანიზაციის ინფორმაციით საქართველოს სასჯელო აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია, რომელსაც უკურნებელი სენი დაავადებული პატიმრების მდგომარეობის შესწავლა და მათი სასჯელისგან გათავისუფლება ევალება, თავის საქმეს გულგრილად ეკიდება. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით მსჯავრდებულთა მიმართვებს კომისია ხშირად აწკი განიხილავს და არიღებს დაუყოვნებლივ ზომებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრების უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს სასჯელო აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას მოუწოდებს დროულად დაინტერესდეს მძიმე და განუკურნებელი სენი დაავადებულ მსჯავრდებულთა განცხადებებით და საქმეების სიმძიმის შესაბამისად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ჩვენ დაგვიკავშირდა პირველი მაყურებელი, შეგვიძლია მოусმინოთ მას. მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ. ანუ შეკითხვას რაც შეეხება, მაგას უკვე შეკითხვა აღარ უნდა. ფაქტია, რომ სიკვდილიანობა გაიზარდა საქართველოს ციხეებში. ეს უდავოა. და მარტო ეგ არა კიდევ. ანუ პატიმრების რაოდენობა, მინდა ვთქვა უბრალოდ, რაც იყო გამოკვლევა და ასეთი სტატისტიკა არის დაფიქსირებული, რომ პატიმრების რაოდენობით სოფლიოში ვართ მეორე ადგილზე ამერიკის მერე და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე. ანუ პროცენტულად ვიზახი ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში პატიმარი რამდენი უნდა იყოს, აი ნორმა რაღაც თავიანთი დაწესებული და მაგ ნორმებში ევროპაში ვართ პირველ ადგილზე პატიმრობის რაოდენობით და სოფლიოში მეორე ადგილზე. გასაგებია, ასევე დავსვა მეორე კითხვას, ასრულებს თუ არა სათანადოდ სასჯელო აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას, როგორ? არანაირად. რა არის ამის მიზეზი? არ ვიცი, ეს ამათი რეჟიმია ესეთი დაშინების თუ არ ვიცი, რატო აკეთებენ მაგას. კარგი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი. მანამდე პირდაპირ ეთერი გეთმობათ თქვენ სატელეფონო ზარებს 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მე კიდევ ერთ მაყურებელს მივიღებ პირდაპირ ეთერში და შემდეგ კიდევ ერთ ინფორმაციას წავიკითხავ. გისმენთ? ჰალო. ბრძანეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ. ესეც ამინა გიხსნათ პატიმრების რაოდენობა საერთოდ ჩემი აზრით განისაზღვრება დანაშაულით. დიახ. ესე არის? ცუდად მესმის თქვენი ხმა. პატიმრის რაოდენობა განისაზღვრება დანაშაულით. გასაგებია, მე მაყურებლის ხმა ცუდად მესმის, ბოდიშს ვიხდი, ტექნიკური ხარვეზია. ადამიანის უფლებათა ცენტრის საკუთარი იურიდიული სამსახურის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით ასკვნის, რომ სასჯელო აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის გულგრილობისა და უმოქმედობის შედეგად ილახება მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებები. კერძოდ 22 თებერვალს გლდანის ნომერ 18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 51 წლის პატიმარი გოჩა არჩაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე მძიმე იყო, რადგან მას რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა კომისიას ჯერ კიდევ 2011 წლის 22 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა პატიმრის გათავისუფლება, მაგრამ კომისიას ცენტრის მიმართვა არ განუხილავს. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თქვენი ინფორმაციით ეკცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გისმენთ? ბრძანეთ. კარგით, 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შეგვიძლია მოусმინოთ შემდეგ მაყურებელს, რომელიც ეთერშია. მოგესალმებით. ალო? გისმენთ? რა უნდა მეთქვა, ეს მთავრობა თავისუფალ ხალხს არაფერს არ უკეთებს, ვინც გარეთ არის და რა გასაკვირია, რომ ციხეში არ დაეხმაროთ, არაფერი გაუკეთოს ციხეში ხალხს და ხალხი გარეთ ვიხოცდებით, ჩვენ არ გვიყურებთ და ჩვენ არ გვეხმარებიან და ხო ხვდები რა? გასაგებია,
მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი ასრულებს თუ არა სათანადოდ საშუალო ხსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას მაყურებელია ეთერში Алло გისმენთ ბრძანეთ არ ასრულებს არაფერს გასაგებია და რა არის ამის მიზეზი ამის მიზეზი რომ არაფერ ყურადღებას არავინ არ აწუხებს არავის კარგით მადლობა ზარისთვის თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი ვუსმენთ მაყურებელს გამარჯობა გენცარი მოგესალმებით ამ შეკითხვას თქვენ თვითონ მეუპასუხეთ რომ გარდაიცვალა ეხლა ხან ხო რამდენი ესეთი გარდაცვლილები ტუპერკულოზი თუ გული თუ რავით სხვადასხვა დაავადებები მიუსვენეს ციხიდან მშობლებს შვილები მაგრამ რა შედეგი თოჯინასავით შესანიშნავად შეზიეს მათი მინისტრი თავრობაში მოჩა მაგათ უფრო აწყობთ რაც მეტი გარდაიცვლება გასაგებია სახეზია მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერია თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები საინტერესოა თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება ეთერში ხართ მოგესალმებით მოგესალმებით რა თქმა უნდა არ ექცევა ყურადღება და ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი არაფრის გულისთვის ჩადებებით შანტაჟით უზით ციხეში დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რომ ლაპარაკობენ როგორ უნდა განვითარდეს და გამრავდეს საქართველო თუ ყველა მინისტრს ერთად ჭკუაქ იმდენი აქვს თითოეულ ისეთ პატიმას ერთი 100 რომ მევიცი და უზით არაფრის გულისთვის ციხეში არავითარი ყურადღება არ აქვს და საზარბაზნე ხორცებივით ისე ხოცავენ და გამოყავთ იქედან რომ არავინ ყურადღებას არ აქცევს ის ხათუნა ყვალმახელიძე სამოარდე დასასმელ კუკლას რო გავს არც ხვენია ადამიანი არ არის კარგი გასაგებია მადლობა ზარისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრმა საშუალო ხსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას ასევე მიმართა 2011 წლის 5 აგვისტოს რუსთავის ნომერ 17 დაწესებულებაში მყოფი თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შესწავლისა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით ამის შემდეგ ახმედოვის საქმეზე ცენტრმა კომისიას კიდევ არაერთხელ მიმართა მაგრამ არც ერთ მიმართვაზე პასუხი არ მიუღია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ახმედოვის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ასრულებს თუ არა სათანადოდ საშუალო ხსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას მაყურებელი ეთერში მოგესალმებით მოგესალმებით ალო ბრძანეთ ეთერში ხართ მოგესალმებით ნამდვილად საერთოდ თუ არსებობს ეს კომისია ფაქტობრივად მე არ მგონია ეს არის მხოლოდ ქაღალდზე იმიტომ რომ ჯერ არ მინახია ამ კომისიის მიერ გათავისუფლებული პატიმარი რა თქმა უნდა თავის დროზე გათავისუფლებული პატიმარი რო გარდაიცვლება იმას უშვებენ ნამდვილად არ არსებობს უდოს კომისია ეს არის ფორმალური საერთოდ ეს გამოწვეული არის იმით რომ სახელმწიფოში არ არსებობს დისციპლინა არ არსებობს წესრიგი და ხელმძღვანელობენ ამ საშუალო ხსრულების დაწესებულებების პირები რომლებიც საერთოდ არაკვალიფიციური არიან და რომლებიც ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს და არა იმ ვალდებულებებს რაც მათ უნდა შეასრულონ ხოლმე და უნდა მიხედონ პატიმრებს განსაკუთრებით ძიმე დაავადებულ პატიმრებს უამრავი შემთხვევა არის ისეთი როცა სახსალამათი პატიმარი შედის დაწესებულებაში და რამდენიმე თვის შემდეგ უკვე აკიდებული აქვს ძიმე დაავადება როგორიც არის ჭლექი ეგრეთ წოდებული გასაგებია მადლობა ზარისთვის თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება შეგვიძლია მოусმინოთ შემდეგ მაყურებელს მოგესალმებით გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ალო გისმენთ ალო ბრძანეთ ეთერში ხართ შარშა გენაცვალე დიახ მიდიშვილი გარდაიცვალა ციხეში რომელიც ისე გადაიყვანეს მორგში არ გააგებიეს მის მშობლებს 2 დღე მიცვალებული იყო იქ დიახ
ძლივს სასჯელახსრულების რომელი დაწესებულებაა? გლდანში, გენაცვალე გლდანში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. 25 წლის ბიჭი. და კომისია არ დაინტერესებულა? არანაირად 2 დღის შემდეგ და ისე თავად თუ მიმართეთ კომისიას? ვისთვის უნდა მიგვემართ აი სადიპოვის სიმართლეს? კარგი, გასაგებია. მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი თქვენი ინფორმაციით. ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ალო, გისმენთ ბრძანეთ. გამომშვიდობის. ეს თემა ეხლა კი არ უნდა წამოწეულიყო უფრო ადრე. მთელი ამ სისტემაში დაავადებულია ბავშვი ახალგაზრდა. უკეთესად გაწყვეტინებთ ჩვენ არაერთხელ დაუთმეთ საეთერო დრო სწორედ ამ თემას და დღესაც. გასაგებია, მაგრამ ჩემო კარგო უფრო ხშირად უნდა შუქდებოდეს ამის შესახებ. კარგით, გასაგებია. რაც შეეხება პოზიციას. გათიშა მაყურებელმა 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი თქვენი ინფორმაციით. ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გენაცვალე. დიახ. აი მე პირდაპირ ვარ იმას მინდა უთხრა და თქვენ გადასცემთ თუ როგორ იქნება. ცუდად მესმის თქვენი ხმა? პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ? მინდა რომ აი რომ გოგონა რო აცხადებს იმას. კი ბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ, შეგიძლია ბრძანოთ. თქვა? კი ბატონო, გისმენთ. აი გენაცვალე უთხრა ესე გამოაცხადეთ. მაგითიანები უნდა იყვნენ თითო წელიწადი და როგორც ექცევიან პატიმრებს ისე უნდა მოექცევენ მაგათ. კარგით. გასაგებია თქვენი განწყობა, მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მაყურებელი ეთერში. თამუნა გამარჯობა მოგესალმებით. სადახარ გოგო, სადახარ მოგვენატრე კაცო. გისმენთ. არა შვილო, არა მგონია მეგულებოდეს ისეთი ადამიანი, რომელიც გეტყოდა თუ აი ამ ქვეყანაში რამეს ყურადღება ექცეოდეს და ისევე ამას პატიმრები იხოცებიან, რა ვიცი, რა დღეში არიან იხოცებიან, კი არა, რა ვიცი, აი ხო ნახეთ ეხლა რა მოხდა რა, გადმოაგდეს ადამიანი და მოკლეს, ხო? რაღა უნდა გააკეთონ ამაზე მეტი ამათა და რას ექცევა ყურადღება, რა ვიცი, არაფერს აბსოლუტურად. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ასრულებს თუ არა სათანადო სასჯელახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას. ეს დაკისრებული მოვალეობა დროულად შეისწავლოს მძიმე და განკურნებელი დაავადებულ მსჯავრდებულთა მდგომარეობა და გაათავისუფლოს ისინი სასჯელისგან. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გამარჯობა. ეს სახელმწიფო კი არა, ეს არის ბანდა გენაცვალე. ბანდა ხელმძღვანელობს ქვეყანას და ბანდა. რამდენიმე წლის წინ ფილმი გადიოდა 8 ფეხა იტალიური და ნუ თუ ესეთი ქვეყანა არსებობს მეთქი, სადმე რომ ასეთ ფილმი გადის. თურმე უნდა საქართველოში დაგდეს ისეთი ცხოვრება და ისეთი სახელმწიფო უნდა ისეთი თავრობა უნდა მოვიდეს. ბანდა ხელმძღვანელობს ქვეყანას და შვილო და იღუპება სამშობლო. 2 წელიწადში 300 პატიმარი მოკვდა, 300 ეს შეიძლება? გარეთაც ხოთავენ, იქაც ხოთავენ, ესე როგორ შეიძლება ქვეყნის ამოწყვეტა და დადის და კონცერტებს მართავს, მithom პირველი კაცი მართალია და კარგია. ესე დაგუპული, მე ვიზღება ქართველობა რო აღარ შემი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მაყურებელი ეთერში. მოგესალმებით. ალო, გისმენთ. ეთერში ვარ, ხო? დიახ, ბრძანეთ. გენაცვალე, მაინტერესებს, აი ჩოლოყაშვილი რო არის ექიმი. ის თუ შედის იმ ჯანმრთელობის კომისიაში. კარგით, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა მე ამ კითხვას დაუსვამ ჩვენ სტუმარს, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურის ნინო ანდრიაშვილს. ის ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში იქნება ჩვენი სტუმარი 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება. გისმენთ? ალო. გისმენთ? ბრძანეთ ეთერში ხარ? გენაცვალე, არ ექცევა ყურადღება, ხოცავენ ახალგაზრდებს. დაცარიელდა უკვე საქართველო ვიზღა ვისთვის უნდა არჩევნები ამ კაცს
კარგით. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რაც ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. რამდენადაც იცი გაიზარდა პატიმართა სიკვდილიანობა და მაინტერესებს ეს თქვენ სტუმარს კითხეთ, არიან თუ არა იზოლირებულნი, აი ფილტვების დაავადება ვისაჭირს ისინი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი. მანამდე რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით და თქვენ სატელეფონო ზარების მიღებას გავაგრძელებთ, არ გადართოთ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება საქართველოს სასჯელ ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია, რომელსაც უკურნებელი სენი დაავადებული პატიმრების მდგომარეობის შესწავლა და მათი სასჯელისგან გათავისუფლება ევალება თავის საქმეს გულგრილად ეკიდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით მსჯავრდებულთა მიმართვებს კომისია ხშირად არც კი განიხილავს და არ იღებს დაუყოვნებლივ ზომებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრების უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს სასჯელ ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას მოუწოდებს დროულად დაინტერესდეს მძიმე და განუკურნებელი სენი დაავადებულ მსჯავრდებულთა განცხადებები და საქმეების სიმძიმის შესაბამისად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. ადამიანის უფლებათა ცენტრი საკუთარი იურიდიული სამსახურის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით ასკვნის, რომ სასჯელ ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის გულგრილობისა და უმოქმედობის შედეგად ილახება მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებები. კერძოდ 22 თებერვალს კლდანის ნომერ 18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 51 წლის პატიმარი გოჩა არჩაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე მძიმე იყო, რადგან მას რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა კომისიას ჯერ კიდევ 2011 წლის 22 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა პატიმრის გათავისუფლება, მაგრამ კომისიას ცენტრის მიმართვა არ განუხილავს. 249-460-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თქვენი ინფორმაციით ეკცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. მოგესალმებით. ისმენთ. ჩვენთვის საინტერესო იყო კომისიის წევრი გამოგზავნებულიყო ტელევიზიით და მოახსენებინა საზოგადოებისთვის, რა საქმიანობენ საერთოდ, ან თანხებს რაში იღებენ და 21 საუკუნეში ტუბერკულოზით რატომ ხოცავენ ადამიანებს. ეს არის სირცხვილი. ექიმი ეპიდემიოლოგი ვარ. გასაგებია, მადლობა რომ დაგვირეკეთ. ასრულებს თუ არა სათანადოდ სასჯელ ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შეგვიძლია მოусმინოთ შემდეგ მაყურებელს, ეთერში ხართ. ვინმეს მოეთხოვა პასუხი ამ გარდაცვლილი პატიმრის გამო? უკაცრავად გვარებს და სახელს არ ჩამოთვლიან. ვინ არიან ამ კომისიაში და თითოეულს არ მოთხოვთ პასუხს, არ დაწესდება მათი სასჯელი, მანამდე არაფერი არ გვეშველება. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. თქვენი ინფორმაციით ეკცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება და ასრულებს თუ არა სათანადოდ სასჯელ ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ალო, გისმენთ, ბრძანეთ. რა საკვირველია არასრულებს და იქნებ მოსახლეობას გაგვაგებინოთ გვარები, ვინ არიან ამ კომისიაში? მე დავსვამ ამ კითხვას ჩვენ სტუმართან, აუცილებლად დავსვამ ამ კითხვას ჩვენ სტუმართან. ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ბრძანეთ, ეთერში ხართ. ადამიანის უფლებათა ცენტრმა კომისიას ასევე მიმართა 2011 წლის 5 აგვისტოს რუსთავის ნომერ 17 დაწესებულებაში მყოფი თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით. ამის შემდეგ ახმედოვის საქმეთა ცენტრმა კომისიას კიდევ არაერთხელ მიმართა, მაგრამ არც ერთ მიმართვაზე პასუხი არ მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ახმედოვის მდგომარეობა დღე უარესდება. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შეგვიძლია მოусმინოთ შემდეგ მაყურებელს, ეთერში ხართ. გამარჯობა გენჩ. მოგესალმებით. ესე იგი ვიცი, რომ რესპუბლიკაში კოდექსში სიკვდილის დასჯა არ არის. მაგრამ ფაქტიურად, იურიდიულად არ არის. მაგრამ ფაქტიურად გამოდის, რომ ესე იგი სიკვდილის დასჯა არსებობს.
რო კვდებიან ეს პატიმრები საცოდავები ციხეში არა ეს იგივეა რაც სიკვდილები უსაძის ფაქტიურად მაგათ და ნუ იტყვი არ მე რომ არ არის სიკვდილით დასჯა ეს არის სიკვდილით დასჯის მუხლი კარგი როგორ ფიქრობთ რატომ არ აქცევს აღნიშნული კომისია სათანადო ყურადღებას პატიმრებს არ არის ადგილი არ არის თქვა კომპეტენტური კადრები თუ რატომ როგორ არა კომპეტენტური კადრები საქართველოს არ აკლია მაგრამ ამისი ის უნდა იყოს მონდომება უნდა იყოს უნდა ხელმძღვანელობა უნდა აიძულოს მაგათმა მიაქციონ ამას ყურადღება როგორც ვეთაური ყავს ისეთი შემსრულებლები ყავს მაგათ გასაგებია მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დაგვირეკოთ და პირდაპირ ეთერში გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები საინტერესოა გაქვთ თუ არა ინფორმაცია ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მაყურებელი ეთერში მოგესალმებით გამარჯობა იცით რა არავის არის რაც უფრო უკაცრავა და დაიხოცება გაჭირვებული ხალხი სულ მალე სულ მახლო მომავალში ნაციონალების ლოზუნგი საქართველოს სიღარიბის გარეშე იქნება როგორ იცით დაიხოცება ღარიბი გაჭირვებული პატიმრები ვინც არიან იყვალანი და აი ამითი დამთავრდება ყველაფერი და ბედნიერი ტელევიზიებიდან იუბილესათვის მოსამზადებლად გამოგდებული ხალხი გამოვლენ და ასე გაგვახარებენ ჩვენ და ხალხი კი დაიხოცება აი ამის იმედს მოგცემთ მე კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის, თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება და ასრულებს თუ არა საშინაო ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ბრძანეთ ეთერში ხართ. 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება გისმენთ. როგორ მიექცევა გენაცვალე ყურადღება, როცა ჩოლოყაშვილის ნაირი ექიმები არიან ამ კომისიაში. მე ეს შემთხვევით არ დავსვი ეს შეკითხვა. ჩოლოყაშვილი მაგონებს აი კონცლანგერებში რო ყავდათ ექიმები ექსპერიმენტებს რო ატარებდნენ ადამიანებზე. აი ესეთი ექიმია ჩოლოყაშვილი და ის ყურადღებას მიაქცევს ადამიანის ჯანმრთელობას. ანუ თქვენ გქონდათ შეხება უშუალოდ ამ ადამიანთან? იმიტომ ის როცა გამოდის და პატიმრებზე ლაპარაკობს მე ეჭვი მაქვს რომ ის არის იმ კომისიაში და კაცი აცხადებს რომ გარეთ თურმე ტუბერკულოზით იმდენივე ხალხია დაავადებული რამდენიც არის საპატიმროში მაგას არ ენაღლება ადამიანის ჯანმრთელობა და მაგ რა თქმა უნდა არ მიაქცევს ყურადღებას კარგი თქვენ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას საინტერესოა რა ინფორმაციას? რაც ახლა თქვით ექიმ ჩოლოყაშვილთან დაკავშირებით. თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს ჰქონდათ თუ არა შეხება? არც მალავს მაგას ის რომ კომისიაში არის. გასაგებია, მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. თქვენ ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. მე მაქვს საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის. გამარჯობა. ბრძანეთ, გისმენთ. ახლობელი, რომელსაც უკვე მიშელი ჰქონდა 15 წლის პატიმრობა, 3 წელიწადში უკვე უწევდა გამოსვლა. ანუ საჭელის მოხდის პერიოდი. და ეს პიროვნება ერთი კვირის შვალეთში, ვიდრე დედამ დაურეკა და მოიკითხა, ჩვენივრად იყო ჯანმრთელად, გამოასვენეს და მიუსვენეს სახლში მიცვალებული. და ვიცი, რომ მასთან ერთად 6 ადამიანი ასევე გამოასვენეს საპატიმროდან. ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი ამ თავრობას გონი ამდენი სიბინძურე შერჩება არ შერჩება ჩემო ძვირფასო არაფერი არ იმალება იმიტომ რომ სახარებაში წერია არას დაფარული რომ არ გაცხადეს და ყველაზე დიდი პრობლემა იცით რა არის ამავე პირობას აღებს სახარებაში ეს ხელისუფლება საერთო საშუალება უნდა მისცე ხალხს სამუშაო უნდა მისცე სამუშაო გასაგებია, მადლობა ზარისთვის, თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გამარჯობა გენცელე. გისმენთ. ადრე გენცელე იმას ტუბერკულოზით დაავადებულებს საერთოდ კი ასამართლებდნენ, მაგრამ ციხეში არ იჭერდნენ და თუ ვინმე დაავადდებოდა პატიმარი იმათ კიდევ შეღავათი ქონდა და უშვებდნენ. დიახ. იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რომ პატიმრები ყოფილიყვნენ დაავადებულები ამითი და სხვებსაც გადასდებოდათ. ეხლა რატო არა შეღავათი?
სწორედ ეს არის ერთობლივი კომისიის მოვალეობა დროულად შეისწავლოს მძიმე და განუკურნებელი სცენით დაავადებულ მჟავრდებულთა მდგომარეობა და გაათავისუფლოს ისინი სასჯელისგან. დიახ, რატომ არასრულებს ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას? თქვენი ვარაუდი რა არის? იმიტომ რომ არ აინტერესებთ და პატიმრები სულ არ აინტერესებთ მაგათ აბსოლუტურად არავითარ შეღავად არ უკეთებენ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2-409-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თქვენი ინფორმაციით ეკცევა თუ არა მჟავრდებულების ჟამთულობას სათანადო ყურადღება, შეგვიძლია მოსმინოთ მაყურებლის მოსაზრებას. ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ. 113,000 ლარიანი მანქანის დადის მინისტრი და რა შეაინტერესებს მაგას პატიმრები? დიახ. დიახ, ესე არ არის? ანუ თქვენ თვლით, რომ უბრალოდ არ აინტერესებთ მჟავრდებულების მდგომარეობა? ხალხს აინტერესებს 113,000 ლარიანი მანქანის სიარული საბიუჯეტო ხარჯებით და სახსრებით და რა პატიმრების სიმაზეა ლაპარაკი? კარგით. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2-409-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ასრულებს თუ არა სათანადო სასჯელო აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ალო. გისმენთ, ბრძანეთ. დიახ, იცით რა, აინტერესებს თუ არა დედას, რომელიც აჩენს შვილს. როგორ გაზრდის მას და რატო გამოდის ქურდი? თუ იტყვით, რომ სამუშაო არ აქვს და იმიტომ არის ქურდიო, რომელი დედა მივიდა პრეზიდენტთან და უთხრა, შვილი უმუშევარი მყავს და მიეცი სამსახურიო. რატო ადანაშაულებს მას? ჩვენი ქვეყანა იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი დედა არ ვარგა. აი ეს დედა რო არ ვარგა, იმიტომ არ ვარგა, რომ ეკლესიამ მას აპატია ყველაფერი. კარგი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2-409-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. თქვენი ინფორმაციით ეკცევა თუ არა მჟავრდებულების ჟამრთელობას სათანადო ყურადღება და ასრულებს თუ არა სათანადო სასჯელო აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა დგენოცვალე. ბრძანეთ. არ ეკცევა არავითარი ყურადღება. აი თბილისის პირველი საპრობილე რო არის. 4 კაცის დინას ერთ კოიკაზე. საშინელი პირობებია, ანტისანიტარია და კიდე ცოცხალი როგორ არის იქ ხალხი, აი ძალიან მიგვეს. ჩემი ნაცესავიზის და აი მოკლედ არ ვიცი რა. კომუნისტებს რო ლანძღავენ, მაშინ ესეთი მდგომარეობა არისო როგორც ახლა არის. და ძალიანაც ხო სტუმარი რო გეყოლებათ. აი ეს კომისია ერთი კვირით ჩაჯდნენ მათ ციხეებში და მე გამოვიტანონ როგორი იმაში არიან, აი ძალიან მღელავ რომ ლაპარაკობ. ისეთი საშინელი მდგომარეობა რო არ ვიცი. გასაგებია, ჩვენი სტუმარი კომისიის წევრი არ არის, ჩვენი სტუმარია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისპრუდენცია ანდრიაშვილი. მაგათ ეხებათ რომ მიაქციონ ამას ყურადღება, როგორც საჭიროა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2-409-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი საინტერესოა. რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი ეთერში ხართ? გამარჯობა დგენოცვალე. მოგესალმებით. მე აი რამდენი ხანია ვცდილობდა პირველად მოვხვდი თქვენს ეთერში. დიახ. იცით, ჯერ ერთი იმ ქალბატონმა ეხლა რო დარეკა, როგორ შეიძლება ქართველი დედა ესე გალაძღოს? რომელ დედას უნდა რომ გამოვიდეს ცუდი შვილი? ცხოვრება უქმნის ამ პირობებს. ეს მისი მოსაზრება არა, შეეხება თქვენს პოზიციას და თქვენს ინფორმაციას. ეკცევა თუ თქვენს არა პოზიციას გენაცვალე. იცით რა? ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება არადმყოფ ადამიანს, რომელიც არ არის ეს. არ არის კი არა, ვერ არის, ვერ აქცევენ ყურადღებას. და კიდევ რა მაინტერესებს, იცით? დიახ, ბრძანეთ. თუ ჩვენი აი ეს ამდენი ლაპარაკი მოქმედებს რამეზე. დიახ. აი თუ კეთდება საქმე ამით, ჩემო ლამაზო, აი და ლამაზი გოგოს ხარ და მადლობა, ამით საქმე შეიძლება კეთდება. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყოველ შემთხვევაში, ასე თუ ისე იმ პრობლემების მოგვარებას და საზოგადოებას ვაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც მან აუცილებლად უნდა იცოდეს. 2-409-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. თქვენი ინფორმაციით ეკცევა თუ არა მჟავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით.
ალო გისმენთ ალო ბრძანეთ ეთერში ხართ მისმენთ გისმენთ დიახ გენაცვალე ის საწყალი ქიმერიძე ერთი ქვაბის გულიზა მოკლეს და თელი თავრობა ქურდები არის და ისინი სოცხლები არიან მორჩე მეტი არაფრის თქმა არ მინდა მე გასაგებია მადლობა ზარისთვის სასრულებს თუ არა სათანადოდ სასჯელ ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია დაკისრებულ მოვალეობას და თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი შემდეგ მაყურებელს შეგვიძლია მოусმინოთ ეთერში ხართ ალო გამარჯობა ხალბატონი მოგესალმებით ეს ვინ იყო ეს ხალბატონი რომ ქართულ დედას ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ქართული დედა რომ შვილებს თავზე ყვება, რომელი ერის დედა ყვება ისე თავზე? ეს იყო ნამდვილად სომეხი ეს ვიღაცა. კარგით, გასაგებია მსგავს განცხადებებს მოვერიდოთ 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ნურავის ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ავტომატურად გავიყვანოთ თქვენი სატელეფონო ზარი. თქვენი ინფორმაციით ექცევა თუ არა მსჯავრდებულების ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ალო საღამომშვიდობის გისმენთ არანაირი ყურადღება არ ექცევა ჩემო კარგო ისინი პატიმრებს ადამიანებად ართულებენ შეზღუდულია მათი ყველანაირი უფლება და არც თავრობა იბრძვის იმისთვის რომ ელემენტარული პირობები შეუქმნან პატიმრებს იქ გასაგებია დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ მე როგორც გითხარით გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი არ გადართო ჩვენ ამდენიმე წუთში დაუბრუნდებით როგორც უკვე გითხარით ჩვენი სტუმარი არის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ნინო მოგესალმები დიდი მადლობა სტუმრობისთვის მოგესალმებით ყველას ნინო თქვენი ორგანიზაცია სასჯელ ახსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას გულგრილობაში ადანაშაულებს თქვენ გქონდათ ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია და განაცხადათ რომ უკურნებელი სენი დაავადებულ პატიმრებს არ ექცევათ შესაბამისი ყურადღება. როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი და რატომ არ ასრულებს ერთობლივი კომისია მისთვის დაკისრებულ მოვალეობას? მოგახსენებთ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემთვის ნამდვილად უცნობია თუ რატომ ეკიდება ასე გულგრილად თავის ვალდებულებებს აღნიშნული კომისია თუმცა ნათელი ხდება ის ფაქტი რომელიც ჩვენ შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი მსჯავრდებული რომლის ინტერესებსაც ვიცავდით ჩვენ 5 თვის განმავლობაში შეტანილი გვაქვს უკვე 5 თვე გავიდა რაც შეტანილია განცხადება და ვითხოვდით მის საქმის დაუყოვნებლივ განხილვას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვინაიდან ეს ადამიანი დაავადებული იყო რამოდენიმე მძიმე და განუკურნებელი დაავადებებით და ზუსტად ის ბრძანება რომლის საფუძველზეც არის შექმნილი აღნიშნული კომისია ითვალისწინებდა მისი სასჯელისაგან გათავისუფლებას თუმცა რატომღაც ჩემი მრავალი ზარის მიუხედავად არ განხორციელდა ამ საქმის შესწავლა და მასზე გადაწყვეტილების მიღება რაზეც რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისგებლობა აღნიშნულ კომისიას ეკისრება და ვფიქრობთ რომ ასეთი საქმიანობა არ არის მისაღები როგორც მსჯავრდებულთა უფლებების მხრივ ასევე საზოგადოებისათვის რომლებსაც შემდგომში შესაძლებელია აღნიშნული პრობლემები შეექმნათ. გასაგებია ანუ თქვენ უშუალოდ იყავით ამ პროცესში ჩართული ანუ რა შთაბეჭდილება დაგჭათ რა არის მიზეზი რატომ არ აქცევს კომისია სათანადო ყურადღებას მსჯავრდებულებს ამასთან დაკავშირებით ძალიან რთულია პასუხის გაცემა ჩემთვის მართლა უცნობია თუმცა როდესაც მე კითხვას ვსვავდი კომისიაში რომ ანუ წევრს რომელსაც ვესაუბრებოდი წარმომადგენელს უბრალოდ განმიმარტავდნენ რომ კომისია ვერ შედგა სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ ერთი რომ ვერ მოხერხდა კომისიის წევრების შეკრება ერთ ადგილას რათა შეკრებილიყვნენ და განიხილათ კონკრეტული საქმეები შემდეგ იყო პრობლემა რომ კომისიას მოწვეული ყავს ექსპერტები რომლებმაც უნდა განიხილოს კონკრეტული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისტორიები, მათი მდგომარეობა რეალური და ამის შემდეგ დაიდოს დასკვნები. თუმცა ის დრო, რაც მათ მოანდომეს ამ საქმის შესასწავლად, თუმცა საქმე არც იყო დაწყებული შესასწავლად, ალბათ ძალიან დიდია, რომ ანუ რა პერიოდზეა საუბარი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ შედგა კომისია?
მე უშუალოდ მოუცლელობა სახელდება იმ მიზეზად, რის გამოც ვერ შედგა? როგორც ჩანს, მათი პასუხებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ ასე. ანუ ეს მიმართულება სასჯელახსრულების სამინისტროში თავისუფალია და ღია არის. ანუ არ ექცევა შესაბამისად პატრიოტის. ვერ ვიტყვი სამინისტროში, იმიტომ რომ დაქვემდებარებაში კი ბატონო, იმიტომ რომ მე მოვიძიე დოკუმენტები, როდესაც თავად გოჩა არჩაიას, ვიდრე ჩვენ ორგანიზაციას მოგმართავდა თავად თავისი ნებით შეიტანა ეს განცხადებები და ითხოვდა სასჯელისაგან გათავისუფლებას. მე მოვიძიე მიმოწერა, როდესაც სამინისტრო, სასჯელახსრულების სამინისტრო უგზავნის კომისიას და აძლევს მითითებებს, რომ იქნეს შესწავლილი და დაიდოს ამაზე გადაწყვეტილება. დათარიღებულია. თუმცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე წევრის სახელი და გვარი, რომელიც თქვათ კომისიაში არის გაწევრიანებული და ვინ არიან ეს? ვინაიდან ეს კომისია შედგება ორი, ასე ვთქვათ, სამინისტროს, ანუ ორი უწყების დაქვემდებარებაშია, გამომდინარე აქედან თავმჯდომარე გახლავთ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და მისი მოადგილე გახლავთ სასჯელახსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი დავით ასათიანი. გასაგებია, ჩვენ დაგვიკავშირდა მაყურებელი, შეგვიძლია მოусმინოთ. ეთერში ხართ, ბრძანეთ. მოგესალმებით, გისმენთ. კარგით, მაყურებელს არ ესმის, მე შემდეგ კითხვაზე გადავალ დასკვნა, სადაც საუბრობთ, რომ მძიმე არის უკაცრავად ასეთი პატიმრების მდგომარეობა. მოვისმინეთ დღეს და საინტერესო არის რის საფუძველზე გააკეთეთ აღნიშნული დასკვნა. უფრო კონკრეტულად, რა მონაცემებითი ხელმძღვანელეთ, რა პერიოდზეა საუბარი, ასევე რა რაოდენობაზე არის მსგავსი ტიპის მსჯავრდებულების? მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ რამოდენიმე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავაკეთეთ აქცენტი. მოგახსენებთ, რომ გორჩა არჩაიას შემთხვევაში და ყველა დანარჩენი შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც გაცემულია თავად სასჯელახსრულების სამინისტროს და დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების მიერ და სწორედ ამ დასკვნებს ვეყრდნობით. გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ გოჩა არჩაია წლების განმავლობაში იყო ამ სცენით დაავადებული, მას ერთხელ სასამართლო წესით ჰქონდა გადავადებული გამოჯამრთელებამდე სასჯელის მოხდა, თუმცა შემდეგ მეორედ უკვე სასამართლომ აღარ გადაუადა და მას მოუწია მოხდა სასჯელახსრულების დაწესებულებაში. და დღეს ეს ადამიანი უკვე გარდაიცვალა, უკვე ორ კვირაზე მეტია რაც გარდაიცვალა. კარგით, არის თუ არა შესაძლებელი შემდეგი მაყურებლის აზრი მოვისმინოთ 249-460 არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ნინო, მე მინდა გავიხსენო სასჯელახსრულების სამინისტროს ანგარიში 2011 წელს აფასებენ. გასული წლის ანგარიში საუბარია, რომ წავიკითხავ ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი და ყველა დაწესებულებაში პერმანენტული სკრინინგის ჩატარების მიზნით მიევლინა медპერსონალი, დაინერგა ტუბერკულოზის მკურნალობის მიდევნების მექანიზმები, განხორციელდა სამკურნალო დაწესებულებებში აფთიაქები და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს? მე ამაზე არ მქონია დღეს აქცენტი გაკეთებული, ეს სულ სხვა თემაა. თუმცა ეს ეხება მსჯავრდებულთა ჯანმრთელობას, ტუბერკულოზით დაავადებული ძალიან ბევრი მსჯავრდებელია. ჩვენ საუბრობდით, კი ბატონო, თუნდაც გოჩა არჩაიაც დაავადებული იყო და სხვა მსჯავრდებულები, რომელთა ინტერესებსაც ვიცავთ. თუმცა აქ აქცენტი გქონდა მსჯავრდებულის უფლებებზე, რომელსაც მას კანონი აძლევს და ასევე აკისრებს სწორედ აი ამ კომისიას, რომ სასჯელისაგან გაათავისუფლოს და მათ აი ამ მსჯავრდებულებს სწორედ ეს კომისია უზღუდავს უფლებებს, რომ არ ათავისუფლებს ასეთ მსჯავრდებულებს დროულად და ვაწყდებით ასეთ სავალალო შედეგებს. კარგი, ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ, მანამდე მაყურებლის ზარს მივიღებთ, ეთერში ხართ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე მანამდეც დავსვი შეკითხვა და კიდევ მინდა ვიკითხო, ტუბერკულოზით დაავადებულები არიან თუ არა იზოლირებულნი ჯანმრთელი პატიმრებისგან? კანონის მიხედვით ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, იზოლირებულები უნდა იყვნენ. გააჩნია იქ სტადიებს, რა სტადიაზეა დაავადება, თუ არის ინფექციური, ამ შემთხვევაში თავისთავად უნდა მოხდეს მისი დაუყოვნებლივ იზოლირება ჯანმრთელი მსჯავრდებულებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის დარღვევა და შესაბამისად სასწრაფო რეაგირება საჭიროებს. კარგი, ჩვენ შეგვიძლია ასევე კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, ეთერში ხართ, ბრძანეთ. მოგესალმებით. ანუ ეთერში ხართ, გისმენთ.
ერთი რა მაინტერესებს იცი? რამდენად შესაძლებელია და რამდენად ასრულებს მთავრობა ჯავდებულებზე კი არა ლაპარაკი მოქალაქეების ზრუნვას. კარგით, გასაგებია. მადლობა ზარისთვის. მგონი ცოტა ბუნდოვანი იყო კითხვა, ამიტომ მე შემდეგ კითხვას დავსვამ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, უფრო დრო დავკონკრეტდეთ, ოფიციალური პასუხი მიიღეთ იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომისია ვერ შედგა. ეს იყო ოფიციალური პასუხი სამინისტროდან? არა, ჩვენ კომისიისგან ოფიციალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია, გამომდინარე იქიდან, რომ კომისია არ შემდგარა და არ მიუღია გადაწყვეტილება. ანუ ჩვენს კომისიის რეაგირებაზე ჩვენ უნდა მივიღოთ უშუალოდ გადაწყვეტილება. კარგით და საინტერესოა, უნდა დადგეს თუ არა თქვენი აზრით ამ ადამიანების კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი? რა თქმა უნდა. თქვენი ორგანიზაცია რა თქმა უნდა საქმის შესწავლის შედეგად თუ დადგინდება მიზეზები რომ ესენი გულგრილად აცილებდნენ თავს აი ამ ხნის პერიოდში და არ ასრულებდნენ ნაკის რვალდებულებას შესაბამისად კანონის თანახმად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. კარგი ნინო ჩვენ შეგვიძლია მოვსმინოთ შემდეგ მაყურებელსაც ეთერში ხართ მოგესალმებით. ბრძანეთ გისმენთ. შეგახსენებთ რომ 2-499-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი თქვენ შეგვიძლია დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში გაგვიზიაროთ თქვენი შეფასებები ან კითხვა დაუსვათ ჩვენ სტუმარს. მაყურებელი დაგვიკავშირდა ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობათ. ბრძანეთ ეთერში ხართ. დიდი მადლობა. უკაცრავად. რა მინდა თქვა იცი? კორექტულობაზე არ დამაბრალოთ, მაგრამ ეს რამეს ვიტყვი. ადრე როცა ციხის უფროსები იყვნენ, კაცები იყვნენ, ვასკაცები და ავადმყოფი შედიოდა. ჯამთელი გამოდიოდა. ეხლა ეს სექტუარი ხალი ხავთ ის მინისტრი, ის ბეჭავი ისა. იმას უარ ეკითხება, რომ რა ხდება საპატიმროში. იმას ხოლმე და ხოლმე იმაზე ფიქრობს, რომ როგორიც რო გაატაროს და გასაგებია, მადლობა ზარისთვის. როგორც ჩანს ჩვენს მაყურებელს კითხვა არ ქონდა, თუმცა მე მაქვს შემდეგი კითხვა. რაც შეეხება 2012 წელს საშუალებების სამინისტრო 10 პუნქტიან გეგმას ასახელებს, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ეს არის ყველა პატიმარს ეყოლება ექიმი, გაიხსნება ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულება, მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სრული კონტროლ ქვეშ იქნება მოყვანილი. ეს რაც შეეხება 2012 წლის გეგმებს უკვე მესამე თვეა დაიწყო, მარტი არის 2012 წელია, დაიწყო თუ არა ამ მიმართულებით სამინისტრომ რაიმე სახის წინსვლა? ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის ამის თქმა, იმიტომ რომ მე მყავს ძალიან ბევრი მსჯავრდებული, რომელთა ინტერესებსაც ვიცავ, თუმცა მათგან მე არ გამიგია, არ მსმენია ასეთი ინფორმაცია, რომ მათ დაენიშნათ კერძოდ თითოეულს დაენიშნა ექიმი და რომლებიც სასწრაფოდ ახდენენ რეაგირებას გარკვეულ პრობლემებზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია სამინისტროს მხრიდან აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება, თავისთავად თუ მოხდება ყოველი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, არ მივალთ სულ შედეგებამდე და პატიმარი გამოჯამრთელდება. როგორ ფიქრობთ ამ ერთ წელიწადში მოხდება თუ არა, თქვათ, აი ამ სკოლების მოყარება? ალბათ ეს თავად სამინისტროს წარმომადგენელს უნდა ვკითხოთ. თქვენი შეფასება უბრალოდ. ალბათ უნდა მოხდეს. კარგით, გასაგებად ჩვენ შეგვიძლია მოვსმინოთ კიდევ ერთ მაყურებელს, ეთერში ხართ, მოგესალმებით. ალო. ბრძანეთ გისმენთ. გამარჯობათ. გისმენთ. ეთერში ხართ, ბრძანეთ. ალო. გისმენთ ეთერში ხართ. ჩემი ახლობელი ახალგაზრდა არის გეგუთი ციხეში. სიმსიდის დედა რaqავს, მამა რaqავს, 10 ლარი დაარსა ტაქსის დროს. მიუხედავად 6 წელი. 5 წელი გაატარა მასაცლექი დაავადდა. და გაუბედრებულა და რა შეიძლება მითხარით? კარგით, გასაგებია, მაყურებელს თუ შეგიძლიათ რაიმე შეფასება. არ ვიცი ახლა მათ მხრიდან რა განცხადებები იყო გაკეთებული, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ამის თაობაზე საქმის გულში უნდა იყოს თვითონ დაწესებულება, თავისუფლების საფრთხის, უნდა დაიწეროს განცხადება თუ ის დაავადებები, რომელიც იმ ადამიანს აქვს, შესაბამისად ერთობლივ კომისიას საქმის გულში ჩადის თვითონ სამინისტრო და დეპარტამენტი, რომ მოხდეს საერთო რეაგირება
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ესაჭიროა მედიკამენტები, იქ ექიმის დახმარება და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ხდება როგორც წესი რეაგირება თუ ეს არ შედის კომისიის კომპეტენციაში, ასე თუ ისე სამინისტრო და დეპარტამენტი ახდენენ რეაგირებას. კარგი, ნინო, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ყავით დღეს მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი. თქვენ უყურებდით გადაცემას გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელიევარ და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.